მე ნათია ვარ მარადიული ჯამთელი ჯანსაღი აღდგენის შეწყალებული მოტივებული სული ვარ განთავისუფლებული დოგოვრების მოგოვრებისაგან სულწმენების სულწამსებისაგან ვარ განთავისუფლებული თამაშებისაგან და запрещаю все матрицы steps на меня зло лиха плохо влияет да все злые плохие автоматически отключаются блокируются будут сжигаться и будут отлетаться от меня подальше на трансформации первичной энергиებისათვის во благо ჩემთვის во благо высшей светлой სილებისათვის ესე იგი რამე დაიხლა თქვა ადამიანი საერთოდ რა ქვია ესე იგი დღეს რაზე მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო ადამიანი შედგება ასე ვთქვათ უჯრედებისა და ატომებისაგან ხო თითოეული უჯრედები და ატომები არის ელექტრომაგნიტური ინფორმაციის მატარებელი ინსტინქტების მატარებელი ინტუიციების მატარებელი იმპულსების მატარებელი რომელიც ეს სიცხლი რა არის სიცხლი გენი არის DNK გენი არის ინფორმაციის გენეტიკის მატარებელი იმპულსების მატარებელი რა ქვია ინსტინქტების მატარებელი ინტუიციების მატარებელი ანუ ეს через იმპულსები через ატომები რა ესე იგი ევოლუცია განიცადა ადამიანმა ანუ რა ქვია ასე ვთქვათ განვითარდა ბიოსისტემები განვითარდით გონებრივადაც ბიოსისტემები განვითარდით ასე ვთქვათ ფიზიკურადაც და ვცდილობთ განავითაროთ ჩვენი სულიერებაც ასე ვთქვათ და გამოვიღვიძოთ და ეს გენები ანუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული არის დაკავშირებული ნერვები რისგან შედგება ნერვები შედგება უჯრედები ანუ ყველაფერი უჯრედებისაგან შედგება ამ უჯრედებში არის რა ქვია დაფიქსირებული ასე ვთქვათ ის რომ რა ქვია აი სისხლმა ისე უნდა იმუშაოს რომ ეს ძველი ატომები შეიცვალოს ახალი ატომებად რომ განიცადოს ორგანიზმა აღდგენა რეფორმაცია რომ განიცადოს რა ქვია გადაეცემა ეს იმპულსები ტკივილები გემოვნებები ეს ყველაფერი გადაეცემა ორგანიზმს იმპულსებით ხო ნერვებით და ამ ეხლა რა მინდა ვთქვა რომ ჩვენი გენები DNK-ები ასე ვთქვათ როგორ უნდა გადავატრანსფორმიროთ DNK-ში არის ჩადებული გენებში უჯრედებში ატომებში ინახება ეს ინფორმაციები ხო კაი ინფორმაციებიც ცუდი ინფორმაციებიც ხო ეს რა ქვია კაი ინფორმაციები რას ქვია რომ დაუშვათ ადამიანს შეუძლია განვითარება უყვარს მუშაობა უყვარს სამსახური უყვარს არ არის მოღალატე არ არის აფერისტი არის რა ქვია თავისთავი უყვარს რაღაცა სხვები უყვარს არ არის კარმისტი ასე ვთქვათ არ არის შანტაჟიორი არავის არ აგდებს ხიფათში ზარალში არც თავისთავს არც სხვას და ცდილობს განვითარდეს ხო განვითარდეს განიცადოს ევოლუცია სულიერი ევოლუცია განიცადოს გონებრივი ევოლუცია განიცადოს ასე ვთქვათ სამსახურებრივი პროფესიული ევოლუცია განიცადოს ეხლა რა მინდა ვთქვა ეს რომ ადამიანმა კიდე დახვეწოს თავისი ყველაფერი და დახვეწოს თავისი უჯრედები მაგრამ ხანდახან რა ქვია ადამიანი იბლოკება მომენტალურად უნდა რაღაცა გააკეთოს და რაღაცად დაიბლოკება ხო იმიტომ რომ აქ რა ქვია ადამიანის სისხლში ადამიანის სხეულში არის ისეთი გენებიც ისეთი DNK-ბიც ისეთი ანტიფაქტებიც მაგალითად შიშები რა ქვია ბლოკები სამბლოკები ან რა ქვია სხვისი ბლოკები სამბლოკები წინაპრების რაღაცა წინაპრები და რითაც ადამიანს ეს დამუშავებული არ აქვს ეს რა ქვია მაგრამ ადამიანს კიდე იცი რა მინდა ვთქვა რომ ადამიანს შეუძლია კიდე ეს ფიქრებით თავისი через мысли ფიქრებით და გააკონტროლოს თავისი თავი თუ ეს უნდა
გააკონტროლოს თავისი თავი და თავისივე ფიქრებით, თავისივე დაუშვათ აზრებით, შეცვალოს თავისივე DNK, თავისივე გენები, თავისივე რა ქვია ინსტინქტები, ინტუიციები, იმპულსები თავისთვის სასარგებლოდ. და საერთოდ უნდა თქვას ადამიანმა, რომ ჩემი DNK ხელშეუხებელია, ჩემი გენები ხელშეუხებელია, ზაშტა უნდა გააკეთოს, ჩემი ბაჟესტვენი DNK და ყველაფერი, ყველანაირი ჩემი ბაჟესტვენი DNK ხელშეუხებელია, რაბოტაით ჩემი DNK ტოლკა ვაბლაგა ჩემთვის სასარგებლოდ. და ვსე მაგალითად დისტრუქციული ეს ავადობები, ვირუსები, DNK-თხო ავადობები და ვირუსებიც გადმოდის. აბრუნეცა, ტრანსფორმდება ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ ვაბლაგა, ჩემთვის სასარგებლოდ ბეზრე და ეხლა ბიოსისტემებზე მაქვს მე ლაპარაკი. ეხლა მაგალითად ადამიანები რით განსხვავდებით ერთმანეთისაგან, სისხლის პირველი ჯგუფი, მეორე ჯგუფი, მესამე ჯგუფი, ეს ყველა ვიცით, ასევე განსხვავდებით ერთმანეთისაგან ის რაღაცა ფერადგამებს, რა ქმნის ფერადგამებს, ქმნის DNK. ქმნიან უჯრედები და ატომები, ხო, თვალისფერი, თმისფერი, ეს ქმნიან, ასე ვთქვათ, გენები, სადაური გენები აქვს ადამიანს ის დაუშვათ რუსია, ქართველია, თუ რომელ კუთხეს მიეკუთვნება საქართველოში, სვანია, თუ მაგალითად იმერელია, თუ კახელია, ხო, ეს რაღაცნაირად ეს DNK-ზე ადამიანი შეიცნობა, ხო ადამიანი მიხვდება, რომ შეხედავ ადამიანს, სადაური ადამიანია, რომელი კუთხის ადამიანია, რუსია, ამერიკელია, თუ რა არის, ეტყობა, ხო ადამიანს ეგრევე, რატო? იმიტომ რომ ამ DNK-ზე გავლენას ახდენს რა, როგორც ჯიშური DNK, ჯიშური გენები, ასევე ადგილობრივი ქართული რაღაცა, ასე ვთქვათ, კოლექტიური საზნანიები, ქართული, ასე ვთქვათ, კოლექტიური ბუნება, ქართული კოლექტიური აღზრდა, საგანმანათლებლო რაღაცეები, ანუ ქართული სული, რასაც ეძახიან რა, ქართული სული არის, ქართული დედა ბუნება ახდენს ამ კუთხეების, კუნჭულები, რაც არის ეს სვანია, აჭარელია, კახელია, მთიულია, თუ სადაურია, ეს ლეკია, თუ რა არის, ეს კახური კუთხეები, დედა ბუნების კუთხეები, ბუნება სამყარო და იქაური მის ახდენს ადამიანის DNK-ზე გავლენას და გამოიცნობა ადამიანი თავისი გარეგნობით, ანუ გარეგნობაზეც კიდე ანაბეჭს ტოვებს ეს DNK და ეს რა ქვია, ეხლა რუსმა რო თქვას ქართველი ვარო, ვერ დაიჯერებ, იმიტომ რომ შეხედავ რუსია, ხო? ზანგმა რო თქვას ისა ვარო, თეთრი ვარო, ფრანგი ვარო, ნუ ფრანგი ზანგები არსებობენ, ეხლა რომ ჩაეწერენ და პასპორტით არსებობენ ფრანგი ზანგები საფრანგეთში, მაგრამ ის მაინც შავკანიანია. ხო, რუსი მაინც რუსია, ქართველი მაინც ქართველია, სომეხი მაინც სომეხია. სომეხმა რო თქვას მე ქართველი სომეხი ვარ იძახის, მაგრამ სომეხმა რო თქვას მე ქართველი ვარ, არ დაიჯერებ, ხო, იმიტომ რომ შეხედავ ის ქართველია. ასევე არიან, ნუ სხვადასხვა ადამიანები, რომ გაირჩევა ის კახელია, ის იმერელია, ის რაჭველია, რაღაცა ეს ყველაფერი, რა ქვია, დედაბუნების ძალით, იქმნება კუთხე-კუნჭულების ძალებით, იქმნება სისხლის ძალით, გადადის ინფორმაციები, ინფოპაკეტები, იქმნება DNK-ები, უჯრედები, ატომები, იმპულსები, ინსტინქტები, ინტუიციები, რომლებიც კომპლექსდება მერე ეს ყველაფერი, ანუ რა ქვია, ფიქსირდება ამებში აღზრდელობითი სწავლა-განათლებები, ოჯახური ტრავმები, ოჯახური პრობლემები, ან სიხარულები, ან ბედნიერებები, გააჩნია როგორ გაიზარდა ადამიანი, ხო და როგორ ჩამოყალიბდა ადამიანი და როგორ გამოიყენებს თავის ბიოსისტემას ადამიანი. ეხლა ადამიანი რატო ხდებიან მაგალითად რა ქვია სექს პარაზიტები,
და სექს ვამპირები და რატო უყვართ ადამიანს სხვების გაუპატიურება, დამცირება, რატო ხდებიან ადამიანები მკვლელები, მოძალადეები, რატო უყვართ ადამიანებს ერთმანეთის ჩაგვრა, აქ მე ვარ უფროსი, დამემორჩილე. იმიტომ რომ ადამიანმა ვერ გამოისწორა თავი, ვერ გამოისწორა თავისი, რომ მარტო ის კი არ უნდა გამოასწორო შენ, რა ქვია, შენი აზრები და ფიქრები, შენი დნკ-დაც უნდა შეეცადო, რომ გამოსწორდე, რომ შენი ფიქრებით, შენი აზრებით უნდა გამოასწორო შენი დნკ-ური კოდები, შიფრები, დნკ-ური, ასე ვთქვათ, რა ქვია, პროგრამები უნდა შეეცადოს ადამიანმა, რომ რა ქვია, აი რაღაცნაირად კაცო მინდა ეხლა რომ იმ ქალს რაღაცა დაუშაო, მინდა ეხლა რომ რაღაცა იმას რაღაცა წავართვა, მინდა რომ ეხლა ის რაღაცა დავაყაჩაღო, მინდა ის რაღაცა დავჩაგრო, ხო და რაღაცნაირად ფიქრობს ადამიანი ამაზე, ხო და გეგმავს ამას, ხო ერთი არ ვფიქრდება იმას, რათ მინდა ის ადამიანი, იმ ადამიანმა რა დამიშავა მე რომ მინდა რომ ის ადამიანი დავამწარო, რატო უნდა გავამწარო, ხო? და ესე გადაიქცა ადამიანს ეს ყველაფერი პრივიჩკებად რა და ეს ადამიანის პრივიჩკები, აი ეს უჟასტიკობის პრივიჩკები ადამიანმა მარტო თავიდან კი არ უნდა მოიგდოს, დნკ-დანაც უნდა მოიგდოს. მერე აი ესეთი ავსულა ადამიანის პრივიჩკები გადადის შვილებზე მემკვიდრეობით. და იმიტომაც მერე ეხლა კაცო ადამიანი როგორც რას ეძახიან კარმებს ეძახიან აი ამას რადავი კარმები და რადავი პროგრამები არის ეს, რომ ავსულა ადამიანების, ავსულა ხალხის, მოძალადეების, ხალხების, რა ქვია, დისტრუქციული პროგრამები, დისტრუქციული დნკ-ები, დისტრუქციული აზრები გადადის უკვე, რა ქვია, ბავშვებზე, პატომკებზე, პატომსტვაზე. ხო, ეხლა რა მინდოდა ვთქვა, რომ როდესაც ადამიანი დაიწყებს უკვე თავის გამოცნობას და თავის შეცდომას და გაღვიძებას, უნდა შეეცადოს, რომ არა მხოლოდ სულიერად, რომ იაწება იურბულუ, იასვეტილობო, მე ჯამთელი ვარ, მე ბედნიერი ვარ, იაპრაშავ სეხ, იაპრაშავის, ადამიანმა თავის იაპრაშავ ჩემს სულს, იაპრაშავ ჩემს დნკ-ს, ჩემი დნკ-დან ვსე დისტრუქციები, ნეგატივები, აბრუნებაცა, დღეში 1-3 უცხლე უნდა თქვას, ვსე დისტრუქციები, აბრუნებაცა, რჩება მხოლოდ სიყვარული, ჯანმრთელობა, ჩემი სულისათვის ვაბლაგა. ვსე დისტრუქციული კოდები, შიფრები, მიფრები, დისტრუქციული გენები, გენოკოდები, რაც ზიანს მაყენებს, მე რაც ზიანს აყენებს ჩემს სულს, რაც მე არ მეკუთვნის, რაც ასე ვთქვათ მემკვიდრეობით გადმომეცა და რაც მე ასე ვთქვათ ბიოსისტემას მიჩაგრავს, რაც ჩემთვის საზიანოა, ყველაფერი აბრუნებაცა, ატკურუ ჩაეცა. და მე არა ვარ ვარდებული ვიღაცა ავისულების, ავიძალების, ავიგენებისა და ვიღაცა წინაპრების გადმოცემული ავი დნკ-ების ჭკუაზე ვიარო. ეს დნკ-ები მემორჩილება მე, ეს პროგრამები მემორჩილება მე და ეს კოდები, შიფრები მემორჩილება მე. აი ზუსტად ამ დნკ-ებზე ხდება ბესების აკიდება. როდესაც რა ქვია ბესები და სერების, რეების, კრეების, არხონტების აკიდება და ადამიანის მანიპულაცია. ადამიანი როდესაც დაიწყებს უკვე ამ ავი გენების გათიშვას დაიწყოს, რომ რჩება მხოლოდ ჩემთან ბაჟესტვინი გენები, სიყვარული, ბედნიერება, ბალანსირება, გარმონიულობა, ჩემთვის აბლაგა, ჩემი სულისათვის აბლაგა, ჩემი ვიშეისვე წრესრებისათვის აბლაგა. ხო და ეს დისტრუქციული რაზრუში წენი, სამარაზრუში წენი, ცურწმენითი, ცრუ პროგრამითი გენები, შიფრები, მიფრები, კოდები და რაღაცეები ატკურუ ჩაეცა, აბლაგა ჩემთვის, ბეზრე და ჩემთვის. უკვე ადამიანი უკვე ბიოსისტემა იწმინდება, ზალივავი მერე ბერიე პატოკებით და შევის ბერიე პატოკებით, აფილტრივაებს ბერიე პატოკებით, ხო? რაღაცა. ეს საზნანიაც იწმინდება, უკვე ეს დისტრუქციული სექსმანიაკური კოდები, სექსმანიაკური გენები, მწვალებლური კოდები, მწვალებლური გენები, პარაზიტული კოდები, პარაზიტული გენები უკვე ვეღარ აწუხებს იმდენად ადამიანს ეს რა ქვია იმპულსები, ინტუიციები და რა ქვია ინსტინქტები ვითიშება რა, აქედან ცოტა ის ხდება.
გამოსვლა ადამიანის ფიზიკურ ბიოსისტემაო, ეს ბიოსისტემა რა არის, ჩაკრები რა არიან, ჩაკრას ეხლა როს ტკივა რაღაცა, ხო ადამიანს ხოს ტკივა ეს რაღაცა, იგივეს ტკივა ტონკიწელებს ეს რაღაცა, პირველ ჩაკრას, მეორე ჩაკრას, მესამე ჩაკრას, ჩაკრა გეუნება რომ ანუ რა როგორ გძნობ ადამიანი, ხო ესე იგი ფიზიკა გეუნება ცოცხალი ბიოსისტემა, ცოცხალი ბიომატერია, მატერიალური ცოცხალი ბიომატერია, ხო, ჩვენა ვართ მატერია, თქო ცოცხალი ბიომატერია. გეუნება რომ ეს მტკივა, ეს მომისჩინე, ხო, და ადამიანი იწყებს უკვე ამაზე ფიქრს, რომ ეს მტკივა, ეს ზალივაეცა სვეტამლობოვი, ყველაფერი ცუდი ატკრუჩა ჩაეცა, რჩება მხოლოდ სიხარული, სიყვარული, ბედნიერება. და ეს უჯრედულოდაც უჯრედულადაც უნდა იმასაქნას ადამიანმა დნკ-ურადაც უნდა ასე თქვას, რომ დნკ-ები, კაი დნკ-ები რჩება, სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ევოლუცია, გარმონია, ცუდის დნკ-ები, რაზრუშენიები, ავადობები, ვირუსები, დაუშვათ, ცუდი ინფოპაკეტები, რაც დნკ-შია ჩადებული, ინფოპაკეტები დნკ-შია ხო შენახული, ხო ეს გადმოგვეცა მემკვიდრეობით, ხო ასე ვთქვათ, მამებისგან, იმეებისგან, დედებისგან და ასე ვთქვათ, პაპებისგან, ბებიებისგან, ხო? ეს ცუდი ინფოპაკეტები, ცუდი აზრები, ცუდი ფიქრები, ცუდი მაგიები, ცუდი რაღაცეები, მკვლელობები, ძალადობები, გაუპატიურებები, დამცირობები, ასე ვთქვათ, ატკრუჩა, ზაიმრავეცა ჩემი ენერგიები, ჩემი დნკ, ზალივაეცა სვეტლობა, სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა. და რა ქვია, რა მინდოდა ეხლა მე თქვა რომ გენო რა არის ეხლა დავანებოთ ჩვენ თავი ჩვენს ბიოსისტემას, ბიოსტრუქტურას, როდესაც ადამიანი იწყებს გამოღვიძებას, უკვე თვითონ მოდის ეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე თვითონ ნელა-ნელა იმას შრება დნკ-დანვე, უჯრედებიდანვე უკვე ტრანსფორმირდება ყველაფერი, რა ქვია, სასიკეთო და ეს არის ძალიან დამღრევი, ძალიან ძნელი, ძალიან მტკივნეული, მაგრამ სამაგიეროდ ეს ყველაფერი ტრანსფორმირდება, რა ქვია, ნეგატივები ტრანსფორმირდება, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, ვსედისტრუქციები, ატკრუჩაეცა, ატმინია, ვსედისტრუქციული ინტერფერენტები თამაშობენ ამ დისტრუქციულ დნკ-ზე და გენებზე. ჯერ უნდა გაყაროს ადამიანმა ინტერფერენტები, ის ბესები, სერები, ჩერტები, თავიანთი ჩიპები, იმპლანტებიანად და მერე უნდა დაიწყოს უკვე თავის დნკ-ზე და თავის საზნანია, მარტო საზნანია, პადსაზნანიით მუშაობა ძალიან ძნელია. რატო იძახიან რეგრესოლოგები, რომ დაუშვათ, რომ ხდება უკვე ასტრალებში ასვლა და ასტრალებში გაწმენდა, ხო, რატომ იძახიან, რომ დაუშვათ, წარსდგეს ჩემს წინ, რა ქვია, დნკ-ური პერავიჩო მობრაზამ. დნკ-ის პირველ ობრაზით, ანუ ასტრალებში ვერ ხდება ტყუილი, რას უშისტოა ეს ბესია, ეს სერია არხონტია თუ რაღაცა, ეს ბესები, სერები, არხონტები მასკაგალაგრამებით დადიან, ვითომ ლამაზი გოგოები არიან, ვითომ ლამაზი ბიჭები არიან, ვითომ ლამაზი ნივთები არიან, ვითომ ეს ნივთია, ხო რაღაცა, ხო აი წასდგე მე რა ასტრალებში ავედი მაგალითად და დავინახე რაღაცა ნივთი იქ, ხო მაგალ ტელეფონს გავს, ხო ეს ნივთი, მაგრამ მაინტერესებს ეხლა ვუტარებ ამ ნივთს რენტგენოლოგიას კი არა და იმას რა, ხო, ნუ დავუშვათ რენტგენოლოგიას, სკანიროვანიას ვუტარებ ამ ნივთს რა, რომ ეს მართლა ნივთია, მე მჭირდება ეს ნივთი, ჩემთვის არის კაი ეს ნივთი, ან დაუშვათ დავინახე ჩასაცმელი და ამ ჩასაცმელს ან დაუშვათ დავინახე სუშესტვა და ეს სუშესტვა მაინტერესებს ვინ არის, ჩემი ტონკიწელა, ჩემი ბანშიწელა და ვუტარებ ეხლა ამ სუშესტვას, სკანიროვანიებას, რენტგენოლოგიას რა და ვეუბნები ამ სუშესტვას, რომ სუშესტვა მზამრი და აბა მიიღე შენი პერვანაჩალნი დნკ-ური ობრაზი.
პერმანენტ დნკ-ური ობრაზს ითხოვენ ასტრალებში რეგრესოლოგები და სხვათა შორის ძალიან ჭკვიანურია. მე თავიდან მეგონა რომ რა დნკ-ური, რის დნკ-ური, მაგრამ მე მივხვდი თურმე რატო რა დნკ-ური და რის დნკ-ური. და ეს რა ქვია, ეს ნივთი, ეს უშესტვა რომ მიიღებს პერმანენტ ობრაზს, მე დაინახავ ვის მართლა კაი ენერგია, ცუდი ენერგია, კაი დნკ-ური კოდებისაგან შედგება, ცუდი დნკ-ური კოდებისაგან, რნკ-ური კოდებისაგან შედგება თუ რა კოდებისაგან შედგება, ეს უკვე ადვილად უკვე გამოიცნობს ბიოსისტემაც ადამიანს და სულმა ისედაც ყველაფერი იცის, უბრალოდ სულდა რომ ადამიანი გამოაღვიძოს, ასწავლოს და ადამიანი როდესაც ბიოსისტემა შეიცვლება, მე უკვე სულისათვის ადვილი არის, უფრო ადვილი არის გამოფხიზლება. უფრო ადვილია სულისთვის მე უკვე გამოფხიზლება და გამოღვიძება, სხვათა შორის ძალიან კაი თოვლი მოვიდა ჩვენთან. დავულოცავ ჩემს თავს, ულოცავ ყველას, ულოცავ ის შეესვეტრიესილებს. ძალიან ლამაზი კაი თოვლი მოვიდა ჩვენთან, ეხლა მინდა გავისერნო ცოტა ხანი გარეთ. ხო, ეხლა რა მინდა კიდევ ვთქვათ, ანუ აი ეს დნკ, აი დაუშვათ ადამიანი ავიდა და ეხლა შეხედა თავის თავს, თავის დნკ-ს და თავის დნკ-ს ეუნება, რომ მე მინდა რომ ჩემმა დნკ-მ მიიღოს პერვანაჩანი ობრაზა წასდგეს ჩემ წინ. პერვანაჩანი, ანუ თავდაპირველი სახე მიიღოს, რა სახისაც არის, ის სახე მიიღოს, ჭეშმარიტი სახე მიიღოს. პერვანაჩანის ეძახიან ჭეშმარიტი სახე მიიღოს. მას კაგალაგრამები მოიშოროს და ჭეშმარიტი სახე მიიღოს. რო დაინახავს ადამიანი, რომ უი, ჩემი დნკ დაზიანებულია, ჩემი რნკ დაზიანებულია, აქ ბევრი შავი რაღაცეებია, კოდები, შიფრები, უჯრედები, რაღაცეები, ჩემი სისხლი დაზიანებულია, ჩემს სისხლზე მარტო ზალატოი გენები კი არა, აქ რაღაცა დისტრუქციები აქვს, სერული რაღაცეები აქვს, ხიმიკატები აქვს, ვირუსები აქვს, ხო მე უკვე ეს სული ამას რა ქვია წარმოიდგენ წმინდა წყლის პატოკებითაც შენ დნკ-ს, ან კიდე ზალატოიტრაფიალეტოი ბერიე პატოკებითაც ეს ელექსირებით ვაბლაგა იტყვი, ვაბლაგა ჩემთვის, ვაბლაგა ჩემი დნკ-ისათვის დეზინფიცირებაში ვიდე. დეზი და დეზინფიცირდება ყველაფერი ჩემთვის, ჩემი დნკ-ისათვის, ჩემი რნკ-ისათვის, ჩემი რასე ვთქვათ, სისხლისათვის ვაბლაგა. რატოა საჭირო ეს, რა ქვია, დნკ-ისა და სისხლის გაწმენდაც? იმიტომ რომ ჯერ ერთი ინფორმაციას ატარებს ეს დნკ და სულის სახლი არის ეს დნკ ბიოსისტემა და რა ქვია, სულის ის არის, კაცო, სულის ინფორმაციას შეიცავს სისხლზე ექსპერიმენტების გაკეთება დაუშვებელია. თუ ადამიანი ახლა სისხლს გასცემს რაღაცა, უნდა თქვას, რომ მე ჩემს დნკ-ს, სულიერ დნკ-ს, ფიზიკურ დნკ-ს, დნკ-ის ანაბეჭდებს აბნულაი იქ. ვიღებ ჩემს ენერგიებს იქიდან 100%. Запрещаю, რა ქვია, ჩემს სისხლზე, ჩემს დნკ-ზე გაკტავლიაც ექსპერიმენტობას უკრძალავ ყველას. Все ექსპერიმენტავშიკები, ეს გენოინჟინერისტები არიან, ავად იყენებენ ჩვენს გენებს, სერები, რები, გრები, არხონტები და ბესები და აბლუნაიცა, ბლაკიროიცა, ავტომატски ჟიგაიცა, будут штрафироваться ჟიგაცა და будут ვიგანაცა ადმინე პადარში. ეხლა რა მინდოდა მე თქვა, რა არის ეხლა აი წმინდება ორგანიზმი ეს დნკ-რად ადამიანმა უნდა დალიოს ბევრი წყალი, ხილის წვენები, ვაშლი დაჭერია ადუღედალიე, მსხალი დაჭერია ადუღედალიე, რა ქვია, ხილეულობა რაც არის სახში ეხლა ვაშლის მწვანილის ისენი წვენები, მწვანილი დაჭერია ადუღედალიე, რომ ეს დნკ ბიოსისტემა გაიწმინდოს როგორღაც გაიწმინდოს. ანუ ესე იგი რა მინდოდა მე თქვა, რომ
ბიოსისტემის მტერი რა არის? ბიოსისტემის მტერი არის, როგორც ასე ვთქვათ, ავისულები, ისე ასე ვთქვათ, ეს დნკ-ური მემკვიდრეობით გადმოცემული ვირუსები, ავიპროგრამები, ავიშიფრები, ავიკოდები, ბლოკები და რაღაცები. და ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ უთქვას, რომ ანუ ვიწმინდები ისცელავის როგორც დნკ-ურად, ისე მატრიცულად, ისე სულიერად, ისე ფიზიკურად, ისე ბიოსისტემურად, სული სისტემურად, სული სტრუქტურა, всё ისცილაიცა ზალატი ულტრაფიარეტოები, ბერი ულტრაფიარეტოები, მაღალი ვიბრაციული პატოკი ზობირიებით, ენერგიულიები, ენერგოინფორმაციული კანალები ისცილაიცა, ნასიშაეცა წმინდა წყლის პატოკი ზობირიებით, ულტრაფიარეტოები პატოკი ზობირიები, უსილი ვაეცა და ნასიშაემსა უსილი ულტრაფიარეტოები პატოკი ზობირიებით, 100% ბეზრე და ვაბლაგა სასარგებლო ჩემთვის, არა საზიანოდ ჩემთვის. ეხლა და ჩემი ბიოსისტემისაც, ბიოსტრუქტურისათვის, ბიოდნკ-ისათვის ვაბლაგა, ბაჟესტვინი გენებისაც ვაბლაგა, ჩემი სულის ბაჟესტვინი გენებისაც ვაბლაგა, ჩემი კრისტალებისათვის ვაბლაგა და კრისტალები ხელშეუხებელია და ჩემ კრისტალებს, ჩემ ჩისტოტებს ვიბრუნებ 100%, 200%, 300% ჯამთელი ჯანსაღი აღდგენის სახით და ვსე ქურდბაცაცები, ვიგოდნიკები და პრეტენზიულები ბრაკეროეცა ბუდოჯი გაცა. ბუდოჯ ტრაფირავაცა. ეხლა რა მინდა ვთქვა? ეს არის რაღაცა, ეს ბიოლოგიური მოვლენა, ბუნებრივი მოვლენა, იმიტომ რომ ადამიანი რეაქციაში შედის, რა ქვია, რეაქცია, ბიოსისტემა ხო ელექტრომაგნიტურ ველებში არის. იმ ზუგდიდში რა ელექტრომაგნიტური ველებია, რა ენერგიები ტრიალებს, იმ კახეთში რა ელექტრომაგნიტური ველებია, რა ენერგიები ტრიალებს, იმ აჭარაში რა ელექტრომაგნიტური ველებია, რა ენერგიები ტრიალებს, თბილისში რა ელექტრომაგნიტური ველებია, რა ენერგიები ტრიალებს, ხო ეს ყველაფერი ხო რა ქვია, ბუნებრივი ის არის და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს. ბიოსისტემაზე ზემოქმედებას ახდენს ეს ელექტრომაგნიტური ველები. იმიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანმა იცხოვროს ასე ვთქვათ მშვიდობიან ცოტა კაი ადგილზე, რომ იქ რა ელექტრომაგნიტური ველები მოქმედებს, დაუკვირდეს ადამიანი, ხო? სუ დაძაბულება ხო არ არის, სუ ხმაური ხო არ არის, სუ ისეთი აგრესიული ხალხი ხო არ მოძრაობს, რომ ეს ცუდი აურა ხო არ არის აქ, ან ცუდი ელექტრომაგნიტური ველები, ხო? უნდა დაუკვირდეს ადამიანი, ჩემეზობლად ვინები ცხოვრობენ, რები არიან, ცუდი აურა აქვს, ცუდი ელექტრომაგნიტური ველები აქვს და ეს გინდა არ გინდა მაინც ეხლა იმოქმედებს ადამიანზე. რაც არ უნდა სანთლები დაანთო, რაც არ უნდა მარილით გაწმინდო სახლი, რაც არ უნდა ილოცო, რაც არ უნდა ზაპრეტები გააკეთო, ზაშტები გააკეთო, რაც არ უნდა ბელი პატოკებით და წმინდა წყლის პატოკებით რაღაცა აჩშენიები გააკეთოს ადამიანმა, ცოტა თუ მეტად ეს მოქმედებს ადამიანზე და საჭირო ადამიანმა ყოველთვის აწვიოს ვიბრაციები, რადუჟნი ვიბრაციები, პადრიმაიცა ვიბრაციები, მაღალი ვიბრაციები, სიყვარულის სიკეთე, რადუჟნი ვიბრაციები. ვითხოვ და მაქვს უფლება მოვითხოვო, რომ იყოს სიკეთე, სიხარული, მშვიდობა და იყოს მაღალი ვიბრაციები ჩემს ბიოველ ბიოპოლში. და ეს ცოტა კიდე შეეხშველება ადამიანს, რომ ასე ვთქვათ, დაიცვას თავი, ასე ვთქვათ, მეზობლების, კვარტირანტების, მათი ბესების, მათი დაგაворებისა და მათი ასე ვთქვათ აგრესიული დნკ-ების მატრიცებისა და აგრესიული ასე ვთქვათ იმპულსებისა და ინსტინქტებისა და ასე ვთქვათ ბიოველებისაგან ეხლა ხანდახან კაი ხასიათზე არიან, გაუვლით ხოლმე, ხანდახან ცუდ ხასიათზე არიან. გინდა შინაურები აიღე. გინდა შინაურები, გინდა გარეულები, გინდა სისხლით ნათესავები. რომ დაიცვას თავი სისხლით ნათესავებისაგან ადამიანმა უნდა შეეცადოს პადრიბა თავისი ვიბრაციები, სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა
ვითხოვ, რომ ჩემთან იყოს ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული. ეხლა ძალიან ძნელია მერე კიდე ადამიანი გამოიღვიძოს, გამოსწორდეს რა მხრივ. დავუშვათ ეხლა აი ადამიანის იმას გააჩნია, რა ქვია, DNK-ს რა. ადამიანის DNK-ს გააჩნია, ყველა ადამიანის ეხლა არიან დავუშვათ სისხლით ნათესავების სისხლს გააჩნია. სისხლს გააჩნია რა ფუნქცია აქვს, რა ფუნქცია კი არა, რა DNK-სა და რა RNA-ის მატარებელია ამ სისხლი რა. სისხლს გააჩნია, საერთოდ პერიოდშერედ სულს აქვს ყველაზე დიდი ძალა, სულს თუ უნდა ყველა ვარიანტში გამოაღვიძებს ამ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ის ადამიანი რა DNK-ის მატარებელია, გინდა ყრუ იყოს, გინდა მუნჯი იყოს, გინდა უხელო იყოს, გინდა უფეხო იყოს, მე ამისი თქმა მინდა რომ ყველაზე ძლიერი არის სული. რა სულიც ფლობს ამ ბიოსისტემას, ანუ რა უფრო ძლიერიც არის ეს სული, მით უფრო ადვილად გამოაღვიძებს თავის იმას, რა ქვია, ბიორობოტს რა და რა ქვია, ნუ გამოაღვიძებს რა. ეხლა ზოგს არაფერი არ ასტკივა, მე ამისი თქმა მინდა, ზოგს არაფერი არ ასტკივა, ხელიც აქვს, ფეხიც აქვს, არც ყრუა, არც ის არის, არც დაუჩაგრიათ, არც უცემიათ, არც წაურთმევიათ, არც დაუყაჩაღებიათ, არც გაუპატიურებიათ, არც გაუბედურებიათ, ზოგს არაფერი არ ასტკივა, არაფერი პრობლემა არ გადაუტანია ცხოვრებაში, მაგრამ ვერ იღვიძებს და დადიან მძინარები, მე ამისი თქმა მინდა. მაგრამ როცა ადამიანს ჩაგრავდნენ, წარამარა თავში არ ტყავდნენ, ცემდნენ, არ ეტიანებდნენ და 1000 სტრესი გადაიტანა ბავშვობიდანვე, თავიდანვე ამ ადამიანმა აწამეს, გააუპატიურეს, რა ქვია, გაქურდეს, ამცირეს, ურტყეს, ასე ვთქვათ და 1000 სტრესი გადაიტანა, მაინც არ გაბოროდა ეს ადამიანი, ხო, და მაინც თავის ტკივილებით, რა ქვია, 1000 მანიპულატორობები და 1000 რა ქვია, ექსპერიმენტატორობები დაუწყეს შინაურმა ბესებმა თუ გარეულმა ბესებმა ადამიანს და მაინც გადარჩა ხო ეს ადამიანი. ანუ მე იმისი თქმა მინდა რომ ტკივილები გადაიტანა ამ ადამიანმა, მაგრამ არ გაბოროტდა და მაინც გადარჩა, ანუ სულს გააჩნია რა სულია იმ ადამიანში. თუ ძალიან ძლიერი სულია ის ადამიანი, რაც არ უნდა ყრუ იყოს, რაც არ უნდა ტკივილი გადატანილი იყოს, რაც არ უნდა გაუბედურებული იყოს, მაინც გამოიღვიძებს და მაინც მიხვდება იმას, რომ ეს მატრიცებში აქ ილუზიურ მირებში რაღაცა ვერ არის კარგად. მიხვდება რაღაცას, რომ მე იმ ტაროს კარტებს კი არ უნდა ვდიოდა, იმ კითხაობას კი არ უნდა ვდიოდა, იმ მოლებს კი არ უნდა ვდიოდა, იმ ღუდლებს კი არ უნდა ვდიო, რაღაცა სხვა რაღაცა უნდა მოვძებნო მე და სხვა რაღაცა უნდა შევეცადო, გავაკეთო, რომ რა ქვია, იმიტომ რომ ეს მივედი მე ამ დასკვნამდე, რომ რაღაცა უნდა გავაკეთო, რომ აქ რაღაცა არ ახდება კაი ამბები. ეს არის და სხვათა შორის ეხლა როცა ადამიანს ძლიერი სული აქვს, ადამიანს თუ არ უნდა გაბოროტება, იმას ვერც მემკვიდრეობითი DNK-ები და მემკვიდრეობითი ვირუსები და მემკვიდრეობითი გრეგერები და მემკვიდრეობითი ბესები კი არა და ვერავინ ვერ გააბოროტებს იმ ადამიანს. ეს ბესები მხოლოდ შეუძლია მერე დაიწყონ ადამიანის ჩააგვრაც ემატყება და ამ ადამიანის ესე ენერგიების ძალით ნუ ყაჩაღური მხრივ და ძალით წართმევა, კრადნიკობა გააკეთონ. ხო, და სულს უკეთებენ ამას ადამიანს კი არა, სულს უკეთებ ფიზიკურად უკვე ჩაგრავენ ამ ადამიანს, ფიზიკურად იჩეგრება ბიოსისტემა, მერე უკვე ადვილად ერევიან სულის სისტემას. მაგრამ ადამიანი მაინც არ დაიჩაგრა. არ დაიჩაგრა იმ ხრი, ვინც გამოფხიზდა და მიხვდა იმას, რომ ასე ვთქვათ, ჩემი ნერვები, ჩემი თავი არავის არ უნდა დავაჩაგვრინო, ეს ნერვებიც შედგება ზუსტად ამ DNK-საგან. გრძნობელობითი DNK-საგან.
ჩემი თავი არავის არ უნდა დავაჩაგრიო და უნდა გამოვსწორდე კაცო რაღაცა არ ახდება ჩემს თავზე რაღაცა არ არის ისა რა სიმართლე არ არის ეს ხალხი არ არის მართალი ეს რელიგია არ არის მართალი ეს მთავრობა არ არის მართალი ეს წესწყობილებები რაღაცა ვერავარ ამ მატრიცაში რა არ ხდება ის რაც არ არიან თანამშრომლები არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ეს თანამშრომლები და სად მუშაობს ადამიანი ხო ვერ ეგუება რა რაღაცა არა ვარ ბალანსიროვებებში არა ვარ გარმონიზაციულებებში არა ვარ არ მაკმაყოფილებს მე ეს რა ქვია რელიგია არ მაკმაყოფილებს არც ერთი რელიგია ვერ ვწყნარდები ამ რელიგიით რაღაცა ცუდი ხდება აქა ხო რაღაცა ცუდი ხდება ამ განათლებაში ეს განათლება არ მაკმაყოფილებს კი გადავერთე წავიკითხე კაი წიგნი კაი ლექსი კაი პოეზია მაგრამ არა ეს არ არის ჩემი რა რაღაცა მინდა სხვა მინდა კაი მინდა დიდი მინდა ეს ადმიდის ადამიანი მიდის თავის სულისაკენ მაინც კი ეხლა ვიშოვე ვიშრომე ფული ვიშოვე თუ სახლი ვიყიდე თუ მანქანა ვიყიდე თუ კაი კაბა ვიყიდე თუ კაი ჩასაცმელი ვიყიდე მაგრამ არა მაინც რაღაცნაირად ვერ ავწყნარდები რა გეგონება რაღაცა კიდე იმ ლავუშკებში ვარ გეგონება ლავუშკებში ვარ ხო და გინდა რომ შეიცნო უკეთესად გამოიცნო თავის შენი მე მიხვდები ადამიანი რომ ეს მარტო მატერიალური ცხოვრება კი არა ამ მატერიალურ ცხოვრებაში 1000 პარალელური და სულიერი ცხოვრება არის კიდაც ადამიანს რო ელაპარაკები რა ადამიანს ელაპარაკებიო შენი ჭირიმე რას გადავეკიდე ამ სიტყვას ერთი ფუხ აბნურაცა შენი ჭირიმე შენ გენაცვალე ესეთი კარგი ხარ მაგრამ მაინც ადამიანი იძაბები რაღაცნაირად აი ადამიანში გრძნობ რომ არა ეს ადამიანი ამ ადამიანში რაღაცა იმიტომ რომ ბლოკები აქვს ყველა ადამიანს რაც არ უნდა კაი ადამიანი იყოს ვერ მოიხსნა ის ბლოკები განვითარდა ეს ადამიანი მეცნიერულად განვითარდა ეს ადამიანი ასე ვთქვათ პროფესიულად განვითარდა ადამიანი ასე ვთქვათ პროფესიული განხრებით ან ტექნო განხრებით ან მშენებლობის განხრებით ან ინჟინერიის განხრებით განვითარდა ადამიანი გონებრივად მაგრამ მაინც რო ელაპარაკები ადამიანს აი რაღაცა ხო კაი ხელოსანია კაი რა ქვია პოვარია კაი რა ქვია პროფესიონალია მკერავია ან კაი რაღაცა მაგრამ ელაპარაკე მაინც კიდე მასწავლებელია კაი მასწავლებელია მაგრამ მაინც კიდე რაღაცნაირად აი რაღაც იბოჭები იმიტომ რომ იმისი აურას გრძნობ და რა მოგდის რომ იმისი ბლოკები გრძნობ რა რომ არ არის ადამიანი განთავისუფლებული სულიერად, ფსიქიკურად, მორალურად არ არის განთავისუფლებული. ის ადამიანი არის სოციუმზე დამოკიდებული, სოციუმზე, მატერიაზე დამოკიდებული ძალიან. იქ დედებზე, მამებზე, შვილებზე, ბებიებზე დამოკიდებული ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ ეხლა უნდა განვითარდეს ადამიანი სულიერად, როდესაც ადამიანი სულიერად განვითარდება, გაიღვიძებს და უკვე ისე კი არ იმას იზავს თავის თავს რომ მე აი ვალდებული ვარ იმის არავინ ვალდებული არ არის უბრალოდ სიყვარულით გააკეთებს თავის საქმეს რომ მე მიყვარს ჩემი შვილები და ჩემმა შვილებმა უნდა კარგად იყვნენ მე მიყვარს ჩემი მეუღლე თუ არ გიყვარს შენი მეუღლე არავის ვალდებული არ არიან არ უნდა იქ კონფლიქტი კამათი და ენერგოვამპიროზმება შეუძლია წაბრძანდეს წავიდეს არავინ არავის დასამუქრებელი და არავინ არავისი უკან გამოსაკიდებელი კიდე არ არის როგორც იცოდნენ ახლა უკან გამოკიდება და მუქარები და რაღაცები მიყვარს ჩემი სამსახური მიყვარს ჩემი რაღაცა და ადამიანი უკვე უნდა ამოწიოს თავისი თავი გაითავისუფლოს თავისი თავი ამ მემკვიდრეობითი
დისტრუქტივებისაგან და ამ რა ქვია სოციალური დისტრუქციებისაგან და ამ ну ყველაფერი დისტრუქციებისაგან მატერიალური დისტრუქციებისაგან მატრის მასკარადული დისტრუქციებისაგან უნდა გაითავისუფლოს ადამიანმა თავი ეხლა რა მინდა ვთქვა ხო ეს დნკ-ები ეხლა ადამიანი როცა იწყებს თავის თავზე მუშაობას ხო ასე ვთქვათ თავის თავზე მუშაობას რომ იწყებს კიდე რა უნდა მიაქციოს ყურადღება რომ ესე იგი ეს ვიბრაციები უნდა წამოწიოს წინ უნდა ასე ვთქვათ დღეში 2-ჯერ 3-ჯერ მაინც მოითხოვოს რომ მე ვთხოვ ჩემს ბიოპოლი ზალივ აეცა მე ვთხოვიში ეს ვეტრი ესერებს დვარეცებს ულევი ენერგია აქვთ დვარეცები ზალივაით ჩემს ბიოპოლზე სახსი კარზე ნივთებზე ენერგიებზე როგორ სულზე ბერიე ულტრაფიოლეტოვი მაღალ ვიბრაციულ რადუჟნი პატოკებს ისცელაიში პატოკებს უზუმრუდი მწვანე ლურჯი ყვითელი ისცელაიში პატოკებს ბით ნასი შაიუს წმინდა წყლის პატოკებით რეზერვუარებით ისცელაიუს იმიტომ რომ ეს რა ქვია სუფთად იყო მატერიაში მატერიალურ მირებში რომ სუფთად იყო და ასევე რომ სუფთად იყო შენი სული თავის ბიოველებში თავის ბიომეკრაბებში ბიოდადიკაიდერებში თუ ბიოსფეროებში თუ ბიორაღაცეებში ბიოენერგიებში სული ენერგიებში და რომ სისუფთავე რომ დავიცვათ იმიტომ რომ როდესაც სულიერად ხდება ადამიანის ასე ვთქვათ ცდილობს ადამიანის სულიერად გაიწმინდოს ის კარმები მოიშოროს ის რაღაცები აქ იმდენი რაღაცა ნიუანსები ხდება რომ საჭირო არის დეზინფიცირებაში პატოკები და საჭირო არის უკვე ბელიე პატოკები თორე ადამიანი ეხლა ვერ გრძნობს ფიზიკურად, მაგრამ მაინც გრძნობს იქ ერთი ნერვი გაწყდება, იქ ერთი უჯრედი გაწყდება, იქ ორი უჯრედი გაწყდება, იქ რაღაცა გაწყდება, ხო, დნკ, ხო, ელემენტარული, ხო? ეს ძალიან მტკივნეული არის. მე მაგალითად სულ თავზე მაქვს პრობლემა თავში რა გამიკეთეს ამ პარაზიტებმა აბნულაეცა ვერაფერი ვერ გამიკეთეს მე უკვე ამოვიღე მაგრამ თავში მქონდა ძალიან ბევრი ჩიპები და რაღაცეები და ეს ჩიპები ყოველთვის ვიძახი რომ ჩიპები ატკურჩაეცა აბნულაეცა ატკურჩაეცა ჟიგაი ულტრაფიოლეტოვი პატოკებით ანუ ეს ერთი რაღაცა გაწყდება ორი რაღაცა გაწყდება სამი რაღაცა გაწყდება იქ დარჩება ასე ვთქვათ რაღაცა დირები ხო ეს დირები უნდა ამოასოს ადამიანმა ზალატ ულტრაფიოლეტოვი პატოკიზობირიებით და რომ ინფექცია არ იმას ქნას ფიზიკურად ეხლა ხელი არ გავიჭერი ფეხი არ გავიჭერი და რა თმინა ეს დეზინფექცირება ხო ადამიანი მაინც მატერიალურად ფიქრობს ხო მატერიალურად არ უნდა იფიქროს ადამიანმა ამ დროს უნდა იგრძნოს ეს ტკივილები უნდა იგრძნოს შეიგრძნოს რომ მიაქამ ტკივა ესე იგი ამას უნდა დეზინფიცირება მიაქამ ტკივა ესე იგი იმ ადგილს უნდა დეზინფიცირება ესე იგი მე მთლიანად მინდა დეზინფიცირება და ბალანსირება რატო აქვთ ეხლა საერთოდ ადამიანი იმართება ნერვებით ხასიათი საიდან ჩდება ხასიათი ჩდება იგივე ასე ვთქვათ ამ ხასიათზე რა ქვია ხასიათი არის ჩვენი სულის ხასიათი ჩვენ ბიოსისტემაში ვინა ცხოვრობს ჩვენი სული ხო ჩვენი სული ცხოვრობს ჩვენ ბიოსისტემაში ეს ხასიათი კიდე საიდანაც ჩდება ამ ხასიათზე ზემოქმედებას ვინ ახდენს რა ახდენენ და ეს გენები შიფრები კოდები რაღაცეები პროგრამები რაც ჩაწერილი ამ დნკ-ზე ხო ზოგი რომელიც გადმოგვეცა მემკვიდრეობით ხო ეს ხასიათზე კიდე რა ახდენს ზეგავლენას ეს განათლება რელიგია აღზრდელობითი რაღაცეები სამსახური მეცადინეობები პროფესიები ხო
და რა ქვი ხასიათზე კიდე რა ახდენს ზეგავლენას ხასიათზე ზეგავლენას ახდენს კიდე ვინ როგორ გექცევა კარგად მოგექცნენ ცუდად მოგექცნენ გიღალატეს არ გიღალატეს გაბოროტდი არ გაბოროტდი თუ რა არჩევანი გააკეთე შენ აი ამ ხასიათზე ყველაფერს ეს ზემოქმედებას ახდენს და მე ადამიანს რა ქვია უფუჭდება ხასიათი უფუჭდება ნერვები უფუჭდება ადამიანი ფიქრობს უკვე სულ ემოციურ განცდებში არის იმ განცდებში არის ამ განცდებში არის და ანუ ხასიათით იმართება ადამიანი ტვინით რაზე ფიქრობს თავის ტვინი ამით იმართება ადამიანი და ეს ჩვენ ხასიათზე ასე ვთქვათ ჩვენს შესაძლებლობებზე ჩვენს წრეწიგლაზებზე რომ არ შევეჭმევინოთ და არ დავაჩაგრინოთ თავი არც ერთ პარაზიტს არც ერთ ავსულს არც ერთ აბძალას ეხლა ზოგიერთი იტყვის რომ უი ავისულები არ არსებობს ის არის ზღაპარია უი ავიგენები არ არსებობს ის არის ზღაპარია ხო, ყველაფერი ზღაპარია, ზღაპარში ვცხოვრობთ, საერთოდ. აი ეს მატრიცები არის ზღაპარი და ზღაპარში ვცხოვრობთ. ეს რელიგიები არის ზღაპარი და ზღაპარში ვცხოვრობთ. ეს ფული კიდე ფულის გამო და გაჭირების გამო და კი მიჭირს ეხლა თავი როგორ გავიტანო, რაღაცა უნდა გავაკეთო, მაგრამ მართლა ეხლა ფულიც ზღაპარია. ფული მატერიალური ყველაფერი არის ზღაპარი. ეკი არა სულიერი ისენი არის ტრიგერები და ვირტუალები და 1000 ნაირი ფოკუს-მოკუსები შემოიღეს ეს ყველაფერი ზღაპარია კინოებს რო უყურებს ადამიანი და იმ კინოებში რო კარგავს დროს, ნერვებს და ის ვიღაცა არტისტი იქ რაღაცას გააკეთებს, იქიდან იქ გადახტება, იქიდან იქ შევა და ამით იწყნარებს ნერვებს და ამ არტისტისა და ამ ფილმებისა და მულტიკების ჭკუაზე რო დადის ადამიანი მე არა ვარ ეხლა ფილმების ის არა ვარ რა ქვია წინააღმდეგო არა ვარ ხელოვნება უნდა განვითარდეს ადამიანი და ცოტა რაღაცას უყუროს მაგრამ რა ქვია ეს ფილმები ზღაპარი არ არის რომ საათობით აზის ადამიანი და ამ რაღაცა ფილმებს უყურებს არ შეუძლია ეს ფილმები გათიშოს ეს ტრიგერები გათიშოს და სხვა რაღაცა ფილმები ჩართოს, მაგალითად რეგრესოლოგების ფილმები ჩართოს და უყუროს და გაიგოს რაშია საქმე, რა ხდება სამყაროში? ხო, აი ეს არის ეხლა მთავრობაც ის არის, ზღაპარია მთავრობა. მთავრობა ზღაპარია. ვინვის აირჩევს, ვინვის არ აირჩევს, ვინვის გადააყენებს, ვინვის დააჯარიმებს, ვინვის რას წაართმევს, ეს რა ქვია, სახელმწიფოების ზღაპარია. სახელმწიფოების ზღაპარია, სულს არ აინტერესებს ამ სახელმწიფოს საქართველო ქვია თუ ამ სახელმწიფოს ჩინეთი ქვია თუ ამ სახელმწიფოს ამერიკა ქვია თუ ამ სახელმწიფოს რუსეთი ქვია. სულისთვის სულ ყველაფერი ერთი არ აქვს მნიშვნელობა სული. რეინკარნაციას გადის მორჩა სულს არა სულისთვის მთავარია სულისთვის ეს ყველაფერი ზღაპარია რა გაცვია რა შეიძინე რა იყიდე ვის გაეცანი ვის ადაპატიჟე სადიგულა ეს ყველაფერი ზღაპარია სულისთვის სულს აინტერესებს მარტო ევოლუცია განვითარება სულიერად რაღაცა გამოსწორება, სულიერად რაღაცა კარმების მოშორება, სულიერად რაღაც ენერგიების რა ქვია, განვითარება ენერგეტიკულად, გერცებით, ვიბრაციებით, სასიკეთოდ, სიკეთის მხრივ აინტერესებს ეს სულს განვითარება სიკეთის მხრივ. იქ შენ ისიც ზღაპარია სულისთვის ეხლა უყურე ადამიანი კი განიცდის რომ აიცი რა იქმე მცემეს იქმე ეს იყო უკვე მომენტში იყო უკვე სულს ეს სულისთვის ზღაპარია სულს არ აინტერესებს ესე გადაიტანა უკვე იმ ჩემ ტონკი წელემა ჩემ ფსიქიკამ ჩემ თავმა ყველაფერი გადაიტანა ეს რა ქვია დისტრუქციული პროგრამები სულსაც ტკივა ამ დროს
ტონკი წერებსაც ტკივა, ჩემ წერებსაც ტკივათ ამ დროს, ჩემ ნერვებსაც ტკივათ ამ დროს. ადამიანი გრძნობს ამ ტკივილს, ეს გადაიტანა უკვე, მაგრამ სულისთვის მაინც ეს ყველაფერი მაინც ზღაპარია, იმიტომ რომ სული მაინც მიისწრაფვის იმ თავისუფლებისაკენ, იმ სიხარულისაკენ, იმ სიყვარულისაკენ, ჟიზნენისილებისაკენ. არ აინტერესებს ამ სულს ის პრობლემა, რომელიც უკვე იყო, იმან ვერ გაგიგო, შენ ვერ გაუგე, ის აკეგი და დაგემუქრა, ისა, დახოცე, დაჭამეთ ერთმანეთი. არ აინტერესებს ამ სულს ესეთი რაღაცები. სულისათვის თავარი არის განვითარება და ევოლუცია. მაგრამ უნდა უთხრას ადამიანმა ყველას, როცა მივა უკვე და დაიწყებს რა ქვია განვითარებას და ევოლუციას და როდესაც გამოიღვიძებს, უნდა რა ქვია ბიოპოლში, პრასტრას ტვაში, ვსელენის, ვსევიშნის, უნდა შეახსენოს, რომ ვსელენი, ვსევიშნი я запрещаю всех на меня зло, лоха, плохо влиять. Физикურადაც, სულიერათაც. რა ქვია, ტონკი პლანებშიც, ბალში პლანებშიც, საზნანიებშიც. Вообще-то запрещаю всех на меня как-то влиять. Всё, запрещаю всех на меня деструктивно влиять. Ჩემს კონტროლიორებას, კაპიროვენიებას, ჩემს ექსპერიმენტაობას, ჩემს კოლონიზაციას, ზომბიროვანიას, ჩემს მაგიობას, შამანობას, ჯადონბაზობას, ნეჟიწიანებიტიებსა და რაღაცებს და ჩემი ცხოვრების წიგნის შეცვლას запрещаю всех. ჩემი ბედის წიგნი რა არის? ბედის წიგნი არის, რომ აი სული გეგმავს, ეხლა ადამიანი გეგმავს, რომ გავიზდები, ესე ვიქნები, ბამც არაფერიც არ იქნები. შეგიცვალეს უკვე ისა ასე ვთქვათ, ბედის წიგნი, ანუ საბიწია времени კი არა, ანუ ვარიანტები შეგიცვალეს, времени ვარიანტები შეგიცვალეს. ვინ შეგიცვალა времени ვარიანტები? იგივე იმ ბოროტებმა, შინაურმა ბოროტებმა, გარეულმა ბოროტებმა, იგივე იმ დნკ-დან შემოსულმა მემკვიდრეობით ბოროტებმა, რადავოი ბესებმა, სერემმა, არხონტებმა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ისინი არიან ბოროტები. იმათ ვერ გამოასწორებ, თუ თვითონ არ უნდა ადამიანს გამოსწორება, იმას ვერ გამოასწორებ. ლოთს თუ არ უნდა გამოსწორება, ვინმე გამოასწორებს, ვერ გამოასწორებს. თუ ლოთი არ მიხვდა იმ თავის შეცდომას, რომ მე ვსვავ, დავიზიანე კუჭი, ბიოსისტემა, თავის ტვინი, ნერვები, სისხლი, სულ არაყი ვარ უკვე. ხო და ჩემს სულს არაყი არ ასჭირდება, ჩემ ბიოსისტემას არაყი არ ასჭირდება, ჩემს ბიოსისტემას სჭირდება ვიტამინები და ისენი, რა ქვია, წმინდა წყლის პატოკები ორგანიზმმა რომ იარსებოს, უჯრედემა რომ იარსებოს, უჯრედემა რომ განვითარდეს, ორგანიზმსა და უჯრედებს უნდა წმინდა წყლის პატოკები, სუფთა საკვები, სუფთა წყალი, სუფთა ხილი, სუფთა პური და არა მაზუთი, არა ბენზინი და არა არაყი და არა პაპიროსი და არა ნარკოტიკები და არა ვიაგრები და არა საწამლავები, ორგანიზმის საწამლავები არ ასჭირდება. წელიწადში ერთხელ ყველას დაგვილევია, მაგრამ სისტემატურად არ არის საჭირო. დაბალ ვიბრაციებზე სისტემატურად ყოფნა საჭირო არ არის. იმიტომ რომ მე ახსენი მაქვს ახსნილი, რომ პარტალები იხსნება, ორგანიზმი ვეღარ იცავს თავის თავს, თავის ბიოველს სისტემას ვეღარ იცავს და რა ქვია, აძლევს უფლებას მთვრალი რაღაცა აბძალებს, რომ მანიპულატორობა გააკეთონ იმანიპულატორონ მასზე. ადამიანმა არ უნდა მისცეს არავის უფლება, არც ერთ სუშესტვოს უფლება, რომ მასზე იმანიპულატორონ. ხო, ეხლა რა მინდოდა მე თქვა, მაგრამ ვერ გამოსწორდება ეხლა ადამიანი, ეხლა ლომს გამოასწორებს, ვინმე ეტყვის ლომს არ შეჭამო, ლომში ისეთი დნკებია. ჩაეხლა გადავიდეთ ამ თემაზე. რა არის ცხოველები?
და ცხოველური გენები და ცხოველური გენოინჟინერია. ეხლა დავიწყოთ, რომ ვიცით, რომ არის შინაური ცხოველები, გარეული ცხოველები, არის კაი ცხოველები, არის მტაცებელი ცხოველები. ნუ კაი ცხოველები ვიცით, რომ ის კაი ცხოველებში ისეთი გენებია ჩადებული, რომ ის კაი ცხოველი არც თავს არ დააზიანებს და თავი თუ დაიზიანა კიდე და სხვას არ დააზიანებს, ანუ არ არის ისეთი ცხოველი, რომ სხვა შეჭამოს. სხვა ცხოველი შეჭამოს, ან ადამიანი შეჭამოს, ხო, ესეთი გენები არის ჩადებული. ეხლა ეს ცხოველები ვინ შექმნა? ეს რეპტილიები, რეპტილიები მეტი. აბნუეცა, რეპტილიები, ზაკრივეცა, პარტალები, ზალატე, ულტრაფიოლეტო, ზაშიტნი, ფილტრ გარმანიზატორებით. და არის ეს. რას ვამბობდი დამავიწყდა. так. ხო, რა არის ეხლა ეს ხო, ისა კაი ცხოველები, ჩიტები, ფრინველები, თუთიყუსები, თევზები, რა ქვია, ფრინველები, ცხოველები, ფისოები, კატები, რაღაცები, ეხლა ძაღლები თუ არ გაცოფდა, თუ გაცოფდა, მერე უკვე საშიშია, ხო? ანუ შინაური ცხოველები, რომ არ მოგვაყენებენ ზიანს, ხო, და ჩვენ ამ შინაურ ცხოველებს, ქათმებს, კვერცხებსა და რაღაცებს, ცხვარს, ბატკანს, როხას, რძეს, რაღაცებს ხმარობთ საკვებად, ხო? ეხლა რა არის ეს გარეული ცხოველები? ამ შინაურ ცხოველებში ისეთი DNK არის ჩადებული, რომ ისინი ზიანს არ აყენებენ, რა ქვია, სხვა ცხოველებს. რა არის ეხლა მტაცებელი ცხოველები, მაგალითად ლომი, მგელი, შხამიანი გვერი ავიღოთ იგივე არწივი ავიღოთ, რომელიც ასე ვთქვათ მგელსაც ერევა, ლომსაც ერევა, ლომსაც აჭამს, გელსაც აჭამს, რა ქვია, არწივი ყველას ერევა. ასე ვთქვათ, ავიღოთ ზვიგენი, მაგალითად, რომელიც ყველას აჭამს, დრაკონები ავიღოთ, დრაკონები კი არა, ისინი რეპტილიები, ისე დინოზავრები კი არა, აბნუეცა, დინოზავრი, დრაკონები, ისინი ავიღოთ, რა კრაკადილები ავიღოთ, ხო? ეს რა ქვია, ამ ცხოველებში, ამ ბიოსტრუქტურებში თუ ბიოიმეებში, რა ქვია, ბიომატერიებში, ცოცხალი ბიომატერიები არიან ესენი, რომლებშიც არის სისხლი, ხო, რაღაცა ცივსისხლიანი ეძახი თუ ცხელსისხლიანი ეძახი, სისხლი აქვს, ხო? ანუ არის ისეთი DNK ჩადებული, რომ ესენი არიან მტაცებლები. დათვი აიღე იგივე, ანუ ეს ისეთი DNK-ები აქვს ჩადებული, რომ ესენი არიან მტაცებლები და ეს პლაზმოიდური სულები არიან, პლაზმოიდური ველური სულები არიან. არის პლაზმოიდური შინაური სულები, არის პლაზმოიდური ველური სულები, მტაცებელი სულები. პლაზმოიდური მტაცებელი სულები. ეხლა პლაზმოიდურ მტაცებელ სულებს რას ეძახიან? ბესებს ეძახიან, ჩორტიკებს, მორტიკებსა და აუ რაღაცებს ეძახიან, რომ ეხლა ისეთი DNK-ები უკვე, რა ქვია, ამ პლაზმოიდებში ჩადებული, რომ უნდა ჭამონ, უნდა დაიპყრონ, უნდა მოკლან, უნდა ლომმა ეხლა უნდა შეჭამოს, თუ არ შეჭამა, გელმა უნდა შეჭამოს, უნდა რა ქვია, გაანადგუროს, არწივმა უნდა შეჭამოს, უნდა გაანადგუროს, ის ვერ შეჭამს იმ ბალახს, ის არ შეჭამს იმ ვაშლს, ესე აქვთ იმათ ეს გენები მოწყობილი. და ესე აქვთ იმათ ეს, რა ქვია, DNK მოწყობილი, რომ კოდები და რა ვიცი მე, ყველაფერი მოწყობილი, რომ ისინი
არ შეჭამე მტაცებელი ზვიგენი არ შეჭამს სხვა თევზებივით ბალახს ან ზღვის მცენარებს ეს ისეა მოწყობილი ეს იმათი ასე ვთქვათ ბიო მატერიალური ცოცხალი სისტემა სტრუქტურაც რომ უნდა ჭამონ სხვები ან ერთმანეთი ან სხვები ხო რა ვიცი იმდენი ტყეში დაუშვათ ხო ტყეში წყალში იმდენი ის არის რა ქვია ხილია რაღაცა ხეებია ფოთლებია ისინი არ შეჭამენ ეხლა ძროხასავით და ცხვარივით ბალახს არ შეჭამენ მწვანეს არ შეჭამენ ვაშს არ შეჭამენ კარტოფილს არ შეჭამენ იმა თუ უყვართ რა ქვია იმათ უყვართ ჩიჩია ცოცხალი ჩიჩიის ჭამა ნუ სხვების განადგურება და ისე სხვების ჭამა ერთი დათვია მე მგონი რომ თაფლი უყვარს დათვმა მიაგონო თაფლს და ჭამს ხო დათვი და თაფლი რა ვიცი ხო ნუ აღარ გვინდა ეხლა მაგეებზე ველაპარაკოთ ხო ეხლა როგორ ხდება ეხლა ვითომ ეხლა ამ გენების ესე იგი ამ ცხოველების ბიოსისტემები და ეს ცხოველების გამოსწორება კი არა და როგორ ხდება ამათი გამოსწორება ამათი გამოსწორება ჯერ ვერ ხდება იმიტომ რომ ესენი არიან ესეთები ამ დნკ-ში მემკვიდრეობით ჩადებულია ისეთი კოდები რომ ეს უნდა იყოს რა ქვია რა ვიცი მტაცებელი კოლელი ხო ამათი გამოსწორება კი არა და ადამიანის გამოსწორება არ ხდება ხანდახან ის ადამიანი ვითომ ეხლა მასკას აიკრავს რომ ვითომ კაი ადამიანია მაგრამ გულში მაინც სუცუც აფიქრობს რა დაუშავოს ვის რა წაართვას ვინ როგორ დაიმორჩილოს ვის რა მოპაროს გულში მაინც სუცუც აფიქრობს არიან ესეთი ადამიანები გამოსწორება არ შეიძლება რაც არ უნდა მიუტეო და კარგად დაელაპარაკო და მიუდგე კი არა და ის მაინც ისეთი ბოდიშ და პროჭია ტრაკიდან გავარდნილი გველაძუაა რომ ის მაინც რაღაცას გიბოროტებს არიან ესეთი ადამიანები ამ ადამიანებს რას ეძახიან ეშმაკებს ესეთ მტაცებელ პლაზმოიდურ სულებს რას ეძახიან რომლებიც ასე ვთქვათ მტაცებლები არიან რა ნორმალური პლაზმოიდი არასოდეს არ აირჩევს იმას რომ მე მინდა რომ ლომის იმაზე გავიარო ევოლუცია ნორმალური არც შეიძლება ეხლა ხო აი ლომის იმაზე მე მაგალითად ნორმალური სული არა ათმინდა ეხლა ლომის იძახიან ეხლა ეს ჩინური რელიგია რო არის ბუდა რო არის ხო ბუდა როა თუ რაღაცა რო არის იძახის რომ ვითომაო ადამიანიო ევოლუციებს გადისო სხვადასხვა ბიოსისტემებშიო და ბიორობოტებშიო ეს ის როა ბუდიზმი ეხლა ბუდიზმი რა ქვია და ხალხიც იძახის რომ ხო აი შეიძლება მე ჩიტი ვიყავი შეიძლება მე ლომი ვიყავი აპლა შენი გავიარე ძაღლში იმაში შენ თუ ნორმალური სული ხარ აი ეს რეგრესოლოგები ცოტა ისი დააკლდათ ძალიან დააკლდათ ამდენი სიყვარულითა და ამდენი я такая ты такая я всех люблю я всех რაღაცა ამ დროს ფულისტები რო არიან და ვიგოდნიკები რო არიან და ყველას მარტო რეკლამისტები რო არიან რეკლამისტები შენ თუ ნორმალური სული ხარ არ აქვს მნიშვნელობა ეს სული დაპყრობილი იყო თუ არ არის დაპყრობილი თუ ექსპლუატირებული იყო თუ არ არის ექსპლუატირებული არ აქვს მნიშვნელობა ეს სული პლაზმოიდია
ჩორტიკია, არა აქვს მნიშვნელობა ეს სული პავში ანგელოზია, არა აქვს ეს სული რა ქვია ისა პლიადა, ლებედა თუ გრიედიენცებია თუ არტურია თუ რეპტია სერია არხონტია შენ თუ ნორმალური სული ხარ ეხლა შენ თუ ნორმალური პლაზმოიდი ხარ ეხლა და გახვედი ლომების ვაპლაშენიაში და მგლების ვაპლაშენიაში და ეს მტაცებლების ვაპლაშენიაში და იქ რაო პიტი უნდა გაიარო რა იქ არის ჭამა ხოცვა ჟლეტა გაქცევა კატა თაგობანას თამაშია ხოცვა ჟლეტა იქ რა ვაპლაშენია უნდა გაიაროს ადამიანმა აი ამ ცხოველებზე რო იძახიან რა ადამიანო ზვიგენიკასა და კრაკადილების ვაპლაშენიას გადიან ისე მე მგონი რეპტილიები ეს არის რეპტილიების სტრუქტურები, რეპტილიების კოდები, გრევა, ხაოსი, ჭამა, სპორიაობა, ადამიანები, რომლებიც არიან მოძალადეები. ეს არის რეპტილიების შნირები. რეპტილიებისა და არხონტებისა და ბესების შნირები. როგორ უნდა გაიაროს სული ვაფშე არ გავალ რეინკარნაციას არსად? რატო უნდა გავიარო რეინკარნაცია ან ძაღლებში? ან კიდე ლომებში, ან კიდე იმებში, ან კიდე რა ქვია და ეს რეგრესოლოგებიც ამბობენ რომ ხო შეიძლება მიადრე ქვა ვიყავი, შეიძლება მიადრე ხე ვიყავი, შეიძლება მიადრე ჩიტი ვიყავი, შეიძლება მიადრე არწივი ვიყავი, ელანდებათ რაღაცები რა. კი რეგრესოლოგებსაც მაგარი გაკლიათ. თან იძახიან მეო ბაჟესტვინი სული ვარო. ღვთიური დნკ მაქო, ღვთისშექმნილი ვარო. შენ თუ ბაჟესტვინი სული ხარ. შენ თუ თვლი იმას, რომ მაღალი ვიბრაციული ძლიერი სული ხარ, რომ გადარჩი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, რომ მოხვედი აქამდე, რომ გადიხარ ევოლუციებს, რომ ევოლუციები გაიარეს სხვადასხვა პლანეტაზე და იმას სიტყვი, რომ შეიძლება მე ისა კრაკადილი ვიყავი. ხარ ეთყობა კრაკადილი, ხარ, აი მაგას რო იფიქრებს ადამიანი კრაკადილი ვიყავი, ეთყობა ხარ კრაკადილი. ეთყობა ხარ რეპტილია. რატო უნდა ავირჩიო მე ბაჟესტვინმა სულმა, კასმიურმა სულმა, მარადიულმა სულმა, მაღალ ვიბრაციულმა სულმა ისეთი, რა ქვია, სცენარი და ისეთი ვაპლაშენია, სადაც ვარ კრაკადილი 100 წელი. რა შემჭირდება, ვინ არის? რა არის? და გენოინჟინერია და არქიტექტორები და ისა ანუნახები რა ქვია დამაძალებენ ამას? ვერავინ ვერ დამაძალებს რამეს მე თუ არ მინდა. ვერავინ ვერ დამაძალებს რამეს მე თუ სურს თუ არ უნდა. მე კი არა და ბიოსისტემებზე არა მაქვს ლაპარაკი ახლა. ბიოსისტემა ადვილად კონტროლირებადია და ადვილად ფეთქებადია და ადვილად ბიოსისტემა ძალიან სუსტია სულის გარეშე. სულს თუ არ უნდა ვინ დააძალებს იმ სულს წადი და ის რა ქვია გინდაც ის პლაზმოიდური სული იყოს. პლაზმოიდები არიან ზიმნიე სულები, არიან ძალიან ძლიერი სულები. ძალიან ძლიერი სულები, ზიმნიე სულები აიღე იგივე. აგერ ეძახიან იმას რუსეთში არის რა ქვია, რას ეძახიან, რა ქვია სლავიანი, რომლებმაც ადრევე გამოიგონეს ეს რუნიჩესკი ფორმულები, რაღაცეები და იძახიან, რომ ეს რუნიჩესკი ფორმულები ძალიან გავს რაღაც ეს დნკ-ურ რაღაცებს რა, გენურ რაღაც კოდებს, შიფრებს, მიშიფრებსო ძალიან გავსო რა. და ეს სლავიანები არიან ზიმნოესუშესტოები. ბევრი არის ანგელოზური სტრუქტურები აქვთ, ბევრი არის ესეთი ზიმნოესუშესტოები ყველგან არიან, საქართველოშიც არიან ქართული სული, ზიმნოესულები არიან, ყველგან არიან ეხლა ბუნებაში, ყველგან არის ზიმნოესულები, ზიმნოესულებს მიწიერ სულებს, რას ეძახიან, ბუნების სულებს, იგივე გაიას სულები, გაიას დედამიწის სულები, რას ეძახიან ამას, ბუნების სულები, ბუნების სულები, ტყის სულები. გაიას დედამიწის სულები, რომლებიც აკეთებენ ბალანსიროვებას,
რა ქვია, აკეთებენ გარმონიზაციულობას, აკეთებენ, რა ქვია, ჟიზნინის სილების იმაზე მუშაობენ, წყალი, ჰაერი, ბუნება, მიწა, რაღაცა ბალანსირებებზე აკეთებენ, ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ეს ზიმნოისულები ადამიანს, იგივე პლაზმოიდები, იგივე ზიმნოისულები ადამიანს ძალიან დიდ დახმარებას. წყალი რა არის? პლაზმოიდური სტრუქტურაა წყალი. წყალს რო ვსვავთ, ეს არის პლაზმოიდური სტრუქტურა. გავს რაღაცა ეხლა წმინდა წყალი ვიძახით და ვსვავთ და წმინდავს ეს წყალი ორგანიზმს, ხო? წყალი არის რაღაცა მზე რა არის? მზე არის პლაზმოიდური სტრუქტურა. სული ესეთი უბრალო სული, პლაზმოიდური სული. ეს რა ქვია, სულები ძალიან რა ქვია, ენერგიები ძალიან კაი დახმარებას უწევენ ხალხს, ადამიანებს. აი ეს ზიმნოი მიწიერი ადგილობრივი სულები, ადგილობრივ სულებში არის ძალიან ბევრი ავისულებიც, ჩორტიკები, მორტიკები, ბესები, რომელიც ადამიანმა უნდა გაყაროს, რომელმეც ადამიანმა უნდა გააგდოს, მაგრამ არის ძალიან კაი ბუნების, რა ქვია, სულებიც, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან, რა ქვია, რა ვიცი, ეხმარებიან თუ ადამიანმა მოიწადინა და სთხოვა რამეს გაიას, ან ჟივას, ან აბსალუტს, ან მიწის ძალას, ან ჰაერის ძალას, ან ცეცხლის ძალას დამეხმარება, ეხმარებიან როგორღაც, საიდანღაც, დისტანციურად, ან პარალელურად როგორღაც ეხმარებიან. მაგრამ ამ ხალხს არ ასწამს ეს ბუნების სულების არ ასწამს, ეს სიკეთის სულების არ ასწამთ, ეს სწამთ მარტო ხატების. უკაცრავად და ეს ბუდისტებს სწამთ რაღაცა ენერგიების ამაღლება, სწამთ რაღაცა სიკეთე, სიხარული, სიყვარული და კიდე იძახიან, რომ ადამიანიო ესეო შეიძლებაო, ესეო იქაო არ არსებობს მასეთი რაღაცა, რომ სული გახდეს ლომი, ან ლომი გახდეს ადამიანი. ეგეთი რაღაცა არ არსებობს. შეიძლება სული ისეთი დეგრადაცია გაიცადოს, რომ წავიდეს, რა ქვია, ეშმაკის შავი ძალების სანამ ამ ბლოკებსა და იმებს არ მოიხსნეს, რომ მოიხსნეს ამ ბლოკებს, ავა ისევ თავის მაღალ ვიბრაციებზე. და არის, რომ კაი სულებს ძალიან ასე ვთქვათ, ბლოკავენ შურიანები, არტისტ-აფერისტები, არ აქვს მნიშვნელობა ის სერია, რეპტი, არხონტია თუ რა არის, ცოცხალის შეცდომებით შურიანები, რეგრესოლოგები შურიანები არიან, რეგრესოლოგები მარტო თავიანთ თავს იქებენ, თავიანთ თავს რეკლამებს აკეთებენ, რეგრესოლოგები სხვა რას აკეთებენ? რას აკეთებენ რეგრესოლოგი? არიან დაკა-დაკა, კრადნიკები, იზობილიების კრადნიკები. ერთი-ორი რეგრესოლოგი ნორმალური, დანარჩენი არის არტისტ-აფერისტი, რეკლამისტი. მერე რა მინდოდა მე თქვა ეხლა, ხო? ეს რა ქვია, ჩვენ შევქმენით თვითონ ეს შეიძლება ჩვენ შევქმენით თვითონ ეს ცხოველები, ეს მტაცებელი ცხოველებიც, ეს შინაური ცხოველებიც, ეს გარეული ცხოველებიც და დაგვავიწყდა, იმიტომ რომ ჩვენა ვართ ბოგები, ღმერთები, ბაჟესტვინის სულები. შეიძლება ეს რა ქვია, მაგრამ ეს რეპტების შემოქმედება, ეს მტაცებელი ცხოველები, მე უფრო რეპტებისა და ეშმაკების ნახელავია, ეს მტაცებლები ცხოველები, მე უფრო ესე მგონია, იმიტომ რომ რა ვიცი, სულ გრევაზე და სულ დაპყრობაზე და სულ ჭამაზე ეს რეპტების ის არის, მე მგონი ენერგიები იქ DNK კოდები, შიფრები, მიფრები ჩადებული, რომ ლომი რაც არ უნდა მოაშინაურო, რაც არ უნდა ლომს აჭამო, მგელს აჭამო, რაც არ უნდა მიიშინაურო, მოიშინაურო ეს მგელი, მაინც მგელად დარჩება, მგელს რომ მოშივდება კი არა და როდ მოელანდება, მაინც შეჭამს იმ ადამიანს. მაინც შეჭამს იმ რა ქვია, მაინც შეჭამს, მაინც მოკლავს, კვლელიავს, всё. რაც არ უნდა, რა ქვია, ტრანსფორმიროვო იმისი
გენები მაინც შეჭამს, მოაჭამს ხელს მაინც ვიღაცას. რაც არ უნდა შეჯვარებები გაუკეთო და გაშინაურებები გაუკეთო ამ გლებსა და კრაკადილებსა და ზვიგენებს, მაინც ზვიგენი დარჩება, არწივი მაინც რაც არ უნდა მოიშინაურო და აჭამო და ელოლიავო და ისამ არწივი მაინც მტაცებელი ფრინველი დარჩება. მაინც მტაცებელი ფრინველი დარჩება. და ეხლა ხალხს ძალიან უყვართ ეს მტაცებელი ფრინველები და არწივი და არწივზე ლექსი დაწერეს, გლებზე, ლომებზე ლექსი დაწერეს, რა შესაძლებელია მგელი და ლომი და მტაცებელი ცხოველები. რა რეპტილიური დისტრუქციული ენერგიებია იქ ჩადებული, რა შესაძლებელი არის, რა ქვია, მტაცებელი ცხოველები. კაის არაფერს არაკებენ, კაის არაფერს არაკებენ, მაგალითად, მადლობა ქათამო, რომ მომეცი კვერცხი. მადლობა, რა ქვია, ხილო, ვაშლო, მწვანილო, რომ მომეცი ხილბოსტნეული. მადლობა მიწავ, რომ მომეცი, რა ქვია, კარტოფილი. მადლობა, რა ქვია, ძროხავ, რომ მომეცი ხბო, ხორცი, ან რძე. მაგრამ ეს ადამიანიც ცოტა ის არის, რა ქვია, კაის არაფერს არაკებენ, მარტო აი ცუდებს აქვთ რეკლამები, ცუდებს აქვთ ეს ლექსები დაწერეს ამაზე, რა ქვია, რაღაცა დისტრუქციულ კინოებს უყურებენ დინოზავრებზე, დინოზავრები, რომ ვითომ გარბიან, მირბიან, მორბიან ეს დინოზავრები, ჭამენ ერთმანეთს, დასდევენ ერთმანეთს, ვითომ იქ დინოზავრების კვერცხები გამოიგონეს. რატოა ესეთი ფილმები, რატო აქებთ, ადიდებთ ამ რეპტილიებს? ხო შეიძლება რომ გამოიგონოთ მაგალითად კაი ფილმები საჭირო შინაურ ცხოველებზე, რაც ადამიანს სჭირდება ბალანსირებებისათვის, გარმონიულობებისათვის და ეს ისე იმასა არტისტულად აქვთ გაკეთებული, რომ ეხლა რეპტილიებსა და არხონტებს, მტაცებლებს, გველაძუებს, სატანებს აყვარებენ ხალხს. თავს აყვარებენ ხალხს, აი მასეთი ფილმებით. ეს მეც არ ვიცოდი და ნანახი მაქვს, ნაყურები მაქვს ყველა ფილმებისათვის. აი იმიტომ ადამიანმა არც ერთი ფილმი არ უნდა შეიყვაროს, არც ერთი მულტიკი არ უნდა შეიყვაროს. ჯერის კატათაგობანის მულტიკები რო არის გაკეთებული, იმას ჩაარტყა, ის გაიქცა, ის გამოიქცა, ის და აყვარებენ ამას ბავშვებს თავიდანვე. რა კიფუ მულტფილმია ეგ, რა შინაარსია გეგა, რა არის ეგა? წინ და უკან კარისოს ასარივით სირბილი და დაინახავენ ერთმანეთს და ისი გაიქცა, ისი გამოიქცა, ისი გაიქცა. ეგ არის სულიერი აღზრდელო და მაგით წყნარდება ადამიანის ფსიქიკა და ბავშვების ფსიქიკა. ხო რა ვიცი, ეხლა კაი ფილმებს არ იღებს ადამიანი. სულიერ ფილმებს არ იღებს ადამიანი, იღებენ რეალურ ჭეშმარიტ ფილმებს არ იღებენ ადამიანი, არა და ყველამ ძალიან კარგად იცის რეგრესოლოგია, ყველამ ძალიან კარგად იცის ასტროლოგია, ყველამ ძალიან კარგად იცის ეს ასტრალებში, რა ქვია, რა ხდება, რა რო არის პლიადები, პლიადებზე რატო არ იღებენ ისა, კაი კინოებს პლიადებზე. რომ პლიადები განვითარდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმზე ჩაკრებზე რატო არ იღებენ კაი კინოებს, რომ ადამიანი გამოიმუშავა, მედიტაციებზე რატო არ იღებენ კაი კინოებს. სულიერ განვითარებაზე რატო არ იღებენ კაი კინოებს. რა საქებარია რეპტილიები და რეპტილიური მულტიკები. არტისტ აფერისტული გველაძვა შეაყვარონ, ვითომ ეხლა ადამიანს თავები რო აი ესე იყო და ისე იქნება ეგრე არ იყო და ეგრე არც იყო. ეგრე არც იყო ადამიან დედამიწაზე რომ დაიწყო ევოლუცია, რა ქვია, წყლის ევოლუცია და ჰაერის ევოლუცია ჯერ. წყლის ევოლუცია და ჰაერის ევოლუცია რომ დაიწყო დედამიწაზე. ეს ყველაფერი ჭიებისა და მატლებისაგან არ შექმნილა, არც ჭია იყო მაშინ, არც მატლი იყო.
ჩამოვიდნენ ცივილიზაციები, პლიადები, რა ვიცი, რა ერქვათ იმ ცივილიზაციებს, პლიადებს. ჩვენ ჩამოვედით, ჩამოფრინდით, როგორც სხვადასხვა პლანეტებზე ჩამოვდივართ, დავფრინავთ, რა ქვია, ჩვენთვის საჭიროა ბალანსირება, გარმონიზაციულობა, რესურსები, ანუ სულმა უნდა იარსებოს, ხო, როგორღაც სულს ხო უნდა არსებობა. Ani subta haeri, ani subta kostumi, ani subta რაღაცა ენერგია ხო სჭირდება სულს. სულმა საიდან უნდა მიიღოს ენერგია? კოსმოსში კი ბატონო, კაი ენერგიებია, მაღალი ენერგიებია, მზეს ხო აქვს ენერგიები, ანუ ულევი ენერგიები, მზეს ხო აქვს ეს პლაზმოიდური ენერგიები დაარქვი, მზის სხივებს თუ რაც გინდა ის დაარქვი. ელექტრო მზის სხივები ხო არსებობს ეს ხო არის ენერგიული. სულს ხო უნდა სული რო გაჩნდა იმ რა ქვია, ვიშეს ვეტეს მზეს არ შეუქმნია ეს სულები. მზეც შექმნეს. მზეც შექმნილია. ეს რომ შექმნა ეს კოსმო, რა ქვია, საზვიოსდიებმა, კოსმო დედებმა, კოსმო მამებმა ეს სული რო შექმნეს და სული რო უნდა განვითარება, ხო, რაღაცა ცივილიზაციას ხო უნდა ენერგიები უნდა რა ქვია, არის შექმნილი პლანეტები, ხო? შექმნილია პლანეტები, ვითარდებიან ეს ცივილიზაციები. ხო? ეხლა ცივილიზაციები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ნახეს, რომ აქ არის წყალი, ჰაერი, რაღაცა რესურსები, რაღაცა ენერგიები დაიწყეს ეხლა ამ რესურსებისა და ენერგიების გამოკვლევა, შეცნობა, რაღაცეები და ამ თვითონ თავიანთი ენერგიებით, თავიანთი, ასე ვთქვათ, გამოგონებებით შექმნეს ამ ცივილიზაციებმა ეს ბიოსისტემები, ეს მცენარეები, ეს რაღაცები და მოხდა ამების ევოლუცია, ჩადეს ამაში თავიანთივე კოდები და შიფრები, რომ მიეცეთ ამათ სული და ეს ღმერთმა შექმნა სამყარო, ხო თქვა, არა ღმერთმა. ანუ სული მისცა ამ რაღაცა მატერია შეიქმნა, მატერიას მისცა რაღაცა პატარა თავისი ჩისტოტა სული, რომ განვითარებულიყო ეს ევოლუცია. და სხვადასხვა მოხდა მერე ამების დაპყრობა, წაშლა, მოშლა, რევოლუციები, ჭამა-დატაკებები და შეგვიცვალეს კოდები, შეუცვალეს კოდები ყველასა და ყველაფერს. გახდა ის ლომი ბოროტი, შეიძლება ფისო იყო, მაგრამ ეხლა ლომი გახდა. შეიძლება ფისო კრაკადულჩიკა იყო, მაგრამ გახდა დიდი კრაკადულჩიკა. ეს ვინ გააკეთა? ეს გააკეთეს ბოროტებმა, სატანებმა. და გააკეთეს რეპტებმა. და არტისტ-აფერისტებმა. ეს არტისტ-აფერისტული გენები კიდე მაინც ყველას აქვს. ყველა რეგრესოლოგებსაც კიდე დევს. რომ ყველასთან კაი რო უნდათ გამოვიდნენ. არიქა პაგონები არ დაგძვრეთ. და არ ახსნიან წესივრად არაფერს. დავიღალე ახლა წავედი გავისეირნო, ძალიან კაი თოვლია მოსული. ანუ ახლა არის 21 რიცხვი 02 თებერვალი 02 21 თებერვალი პარასკევია 2025 წელია. და თოვლია მოსული თებერვალში 21 თებერვალს. აი ბუნება და სამყარო რა არის? თებერვალში თოვლი. რა კაია, მაინც ხო მოვიდა, მაინც ხო გაიწმინდა ბუნება. არ მოდიოდა და მოვიდა თოვლი. კაია, გაიწმინდება ეხლა ბუნება. ჩემი ბიოვერი, ბიოპოლი, გარეთ ქუჩა გაიწმინდება ყველაფერი, გალამაზდება ყველაფერი. მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემს ვიშიეს ვეტრიეს სილებს.